მეკი გამოვიდა და ყველას გვაუწყა რომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ორ რა ვიცი ძიმე უკიდურესობას შორის ან დენი გვექნება ისევ გრაფიკით როგორც ეს ბნელ 90-იანებში იყო ბევრი გაგებით ბნელ 90-იანებში ან 5-6 თეთრით გაზრდილი ტარიფი უნდა გადავიხადოთ ყველა სამომხმარებლო აბონენტებმაც და კომერციულმა აბონენტებმაც. აი თქვენ ბევრი ბერკეტი როგორც საპარლამენტო პარტიას გაქვთ ხელთ ბევრი ბერკეტი ხა არ არის აუცილებელი მაგალითად ყველა საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ სადეპუტატო შეკითხვის უფლებითაც სარგებლოთ. აი პირველ რიგში გულწრფელად მითხარით თქვენთვის თუ იყო ბოლომდე გასაგები დამაჯერებელი ის არგუმენტები, რაც დენის გაძვირების მიზეზად ითქვა. ემა, პირველ რიგში მოდი ვთქვათ, აი როდის ხდება ეს, ახლა აი დაუჯერებელია, რომ 14 წელია, ოცნება არის ხელისუფლებაში 14 წელია და გაგახსენებთ ახლა ბოლოდინს და იგივე დაპირებებს თქვენ კიდევ უფრო ზუსტად გემახსოვრებათ ის ციტატა ივანიშვილის პირველი წელი როგორი უნდა ყოფილიყო მეორე და მესამე ხო საერთოდ აყვავებული და 14 წელი გავიდა და ხა არჩევანზე 14 წელს განმავლობაში მესამედ გაძვირი და უკვე სხვა შორის დენის გადასახადი ესეთი მაგრამ რა არჩევანზეა საუბარი წარმოვიდგინეთ რა ანუ 14 წლის თავზე კიდევ ეს არჩევანია და ამ არჩევანის წინაშე ვართ ან გრაფიკი რა დროს წარმოვიდგინეთ ხო 21 საუკუნეა სხვა სრულთავი ანუ გამოდის რომ პირდაპირ გითხრას რომ ელექტროგადამცემი ხაზები ჩვენს ქვეყანაში არის გაუმართავი. არის გაუმართავი კი ბატონო. როდესაც ფაქტობრივად კორუფციის ნიშნით მათივე ასე ვთქვათ მაღალჩინოსნები, რომლებიც დაკავებული არიან მათივე გუნდიდან და მათივე პროკურატურის მიერ მათი უმრავლესობა სწორედ ენერგეტიკასთან დაკავშირებული კორუფციის გამო არის. ესეც თქვენ ერთი ასე ვთქვათ თემა შეკითხვისთვის, რომ რატომ არ ხდებოდა სათანადოდ ინვესტირება ინფრასტრუქტურაში და 14 წლის განმავლობაში რატომ ვერ გავმართეთ ქსელი ისე, რომ გაზრდილ მოთხოვნას უპასუხოს. აი მოდი პირველ რიგში ვთქვათ გაზრდილი მოთხოვნა. ეხლა თქვენ შესავალშიც ახსენეთ და ეხლა კითხვაშიც გაიმეორეთ. ნუ არ ვიცი, აი თქვენს მინდა კითხოთ, ეხლა პოლიტიკის გარდა ეკონომიკასაც არანაკლებად აქტიურად დაშვებით. რა გაიზარდა? სად გაიზარდა მოთხოვნა? მოდი ერთად შევეცადოთ. არ მოხმარება გაზრდილია ცალსახად ეს ოფიციალური სტატისტიკაში ჩანს, მაგრამ ეს არ არის თავისთავად ცუდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ეკონომიკური კეთილდღეობაც მოსახლეობისა იზრდება. ამ მოხსნათ რის ხარჯზე გაზრდილი? სტატისტიკაში რო ჩანს გასაგებია, მაგრამ რის ხარჯზე? საწარმოები გაიხსნა? არა, საწარმოები არ აქვს. სამომხმარებლო, ასე ვთქვათ, მოხმარებას გულისხმობს მაგალითად იყო პურის პროდუქტების მწარმოებლებთან ასევე ინტერვიუები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ წარმოებაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ელექტროენერგიის ტარიფს, ეს არის ხოლმე რაღაც საყოფაცხოვრებო დონეზე ძალიან მინიმალისტურად, იმიტომ რომ დიდწილად პურის წარმოებაში, ასე ვთქვათ, პურის ცხობაში დიდწილად მოიხმარენ არა ელექტროენერგიას, არამედ გაზს, მაგალითად. ანუ საუბარი მიყავთ იმისკენ, რომ ძალიან ბევრი მაინინგის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ქარხანა გაიხსნა საქართველოში, რომელიც არის უკონტროლო. კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს ვის აქვს ინტერესები ამაში, ანუ ბიტკოინების წარმოებაში, ესეც კარგად ვიცით, ხო? იმიტომ სხვანაირად მაშინ თქვენ დამისახელეთ, იმიტომ რომ ეხლა საყოფაცხოვრებო დონეზე ისე როგორ უნდა გაიზარდოს ახლა ელექტროენერგიის მოხმარება, რომ ამან რაღაც ქსელის გადატვირთვა გამოიწვიოს და დაზიანება გამოიწვიოს ინფრასტრუქტურას, ხო? ანუ რეალურად თუ ეს შეიძლება რამემ გამოიწვიოს, არის პირველ რიგში სწორედ ეს მაინინგი, ბიტკოინების წარმოება, რომელიც შეგახსენებთ, რომ ხდება მაღალმთიან ზონაში, სადაც შემთხვევაში არის უკონტროლო. უკონტროლო და ბევრად იაფი ელექტროენერგიით ხდება ბიტკოინების გამომუშავება. რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გვიპასუხოს მანამ სანამ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ფასების, უბრალოდ ტარიფების ზრდის თაობაზე. ყველაზე დიდი უტიფრობა არის ის, რომ აი ამ ბიტკოინებით გამომუშავებული მილიონები, რომლის უკან რა თქმა უნდა დგას ოცნება ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ოჯახები, აი ეს ასე ვთქვათ ტარიფი და ეს გაზრდილი მოხმარება უნდა დააფინანსოს ვინ? ისე სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, პენსიონერებმა, რა ვიცი, მარტოხელა დედებმა და ასე შემდეგ. ეხლა რა ჩამოთვლის იმ უკიდურესად დიდ სიას, რაც ვრცელდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ხო? ანუ აი ყველაზე დიდი უტიფრობა რაც შეიძლება რომ ერთმა ჯგუფმა, ერთმა ადამიანმა მასთან დაკავშირებულმა ძალიან ვიწრო წრემ იმ ყვადაღებულ 25 ოჯახმა იშოვოს მილიონები და ამ დროს იმ მილიონების საშუალებლად საჭირო ელექტროენერგია ისევ უღარიბეს ფენას და
ის დროს ამ გაზრდილი ტარიფის გადახდა, ნუ ეს არის უკვე არ ვიცი, ანუ საერთოდ რა ეროვნულობაზეა ლაპარაკი. ისე არ დადგა დრო, რომ ეს 20-25 ოჯახი დაასახელოთ, იმიტომ რომ სახელებით და გვარებით ვგულისხმობ, იმიტომ რომ